თუ ბიზნესი გაქვს და სოციქსელებში პასუხებზე კვლავ ცოცხალი ადამიანები გყავს, მაშინ აუცილებლად უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება დაგიზოგოთ ძალიან დიდი რესურსი. მაშ ასე დავიწყოთ ჩვენ AI DAO და დღეს მე გიამბობ ჩვენს ერთ-ერთ პროდუქტზე, რომელსაც ქვია AI Chats. AI Chats-ის მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ თქვენივე სოციქსელებში დანერგოთ ხელოვნური ინტელექტის მქონე აგენტი. მას აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია, მას აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა და ის დაგიზოგავთ ძალიან დიდ რესურსსა თუ დროს. თავარი ჩვენი რაც გამოგვარჩევს ყველასაგან არის ის, რომ ჩვენ ვართ მეტას პარტნიორები, შესაბამისად ინტეგრაცია ჩვენთან ხდება სულ რაღაც რამოდენიმე წუთში. დავიწყოთ დღეს მე გაჩვენებთ სულ ციკლს, ასე ვთქვათ, სულ ინტეგრაციას ჩვენს სისტემასთან. ბოლომდე გავივლით ყველა საფეხურს, რაც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ აგენტმა დაიწყოს ფუნქციონირება. მაშ ასე დავიწყოთ. პირველ რიგში ჩვენ უნდა დავაპროგრამოთ ჩვენი ხელოვნური ინტელექტის ტვინი, ამისათვის გვაქვს სწრაფი და ვრცელი შესაძლებლობა პარამეტრების. მოდით გავუშვათ ოსტატი არის სწრაფი და პარამეტრება. ჩვენ გვჭირდება ბიზნესის სახელი, ბოტის სახელი და აღწერა. ამ შემთხვევაში მოდით ეს პონჩიკების წარმოებელი ბიზნესი ვარ. ბიზნესის სახელი იქნება პონჩიკების мама, უშუალოდ ბოტის სახელი იქნება პონჩიკა. აღწერაში ავხსნათ ჩვენი ბიზნესი, ჩვენ ვართ პონჩიკების საუკეთესო საწყობი. ჩვენთან თქვენ არა მხოლოდ პონჩიკებს გასინჯავთ, არამედ დაბრუნდებით ბავშვობის დაუწყარ გემოს თავგადასავალში. კი ბატონო, შემდეგ აქ თქვენ შეგიძლიათ წინასწარ შერჩეული ბიზნესის მახასიათებლების არჩევა, რაც კიდე უფრო მეტ დაწვრილებით ინფორმაციას შეძენს თქვენს ბიზნეს ამ კონკრეტულ სფეროში. სამუშაო საათები, კი ბატონო, მოშალოთ პარასკევი, ტელეფონის ნომერი ჩემსაც დავტოვებ, მის სამართი, კი ბატონო, გასაგები ესკალაციის კონტაქტი, რა არის ესკალაციის კონტაქტი. მაშინ, როდესაც მომხმარებელი მოითხოვს ადამიანთან გადართვას, ან აგენტს არ ეცოდინება კონკრეტული ინფორმაცია და ის არ მოიტყუება, ის რაღაცას არ მოიფიქრებს, არამედ გადმოგცემთ უკვე ამ კონკრეტულ ჩატს თქვენ. ეს იქნება ტელეფონზე მოწოდებული თუ იმეილზე, მნიშვნელობა არ აქვს. ყველანაირად ის ეცდება, რომ გადმოგცეთ ეს კონკრეტული ჩატის შემდეგ. მისამების შეტყობინება, ეს პირველი შეტყობინებაა, რომელსაც მომხმარებელი ხედავს ჩატის გახსნისას. სარეზერვო შეტყობინება, როდესაც AI ვერ პასუხობს, გამოიყენებს მიცდებულ სარეზერვო შეტყობინებას, როცა არ იცის რა თქვას. და ესკალაციის შეტყობინება მაშინ, როცა მაგალითად მომხმარებელი ითხოვს ცოცხალ ადამიანთან გადართვას. შემდეგ სწრაფი კითხვები აკრეთ პონჩიკს პუდრას თუ არა დიახვაკლეთ თანამდენს. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ უბრალოდ პასუხს, ასე ვთქვათ, ვაძლევთ მომხმარებელს, არამედ კონტექსტუალურადაც LPF-საც ვძენთ ამ მესიჯს. მაგას მე უშუალოდ სამუშაო პროცესში ნახავთ. პოლიტიკები, მაგალითად დაბრუნების პოლიტიკა, არ ვაბრუნებთ მოყრეჩილ პონჩიკებს. მორგებული ინსტრუქციები, ეს არის დამატებითი ფენა მითითებების, გარდა იმისა, რასაც აწარმოებს თქვენი ბიზნესი. მაგალითად, მე შეიძლება ვიყო პონჩიკების მწარმოებელი, თუმცა ჩემი მიზანი არის ლიდების მოგროვება, ანუ ნომრების. შესაბამისად, ჩემი მესიჯები იქნება ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე, თუმცა ჩემი, ასე ვთქვათ, დამატებითი მიზანი იქნება, რომ ამავდროულად ენერგიულად ჩვენი მიზანია, რომ მივიღოთ მობილურის ნომერი კლიენტისგან, მიუხედავად იმისა, თუ რაზე წერს ის. ოკეი, შემდეგ წავიდეთ, გადავამოწმოთ ყველაფერი, გავაქტიუროთ ჩვენი ტვინი, კი ბატონო, ტვინი დააქტიურებულია, შემდეგ ნაბიჯი არის პლატფორმის დამატება, დავამატოთ Facebook-ი. ახლა დაითვალეთ და ნახეთ რა მარტივად ხდება ყველაფერი. ერთი კლიკი, ორი კლიკი. ორ კლიკში მოხდა ჩვენი გვერდის დაკავშირება ჩვენსავე სერვისთან AI Chat-თან. შევიდეთ პლატფორმებში, ჩართოთ პლატფორმა Facebook-ი. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ Instagram-ი, WhatsApp-ი, Viber-ი, TikTok-ი, ვებსაიტი და მრავალი სხვა. თუ რაიმე ესეთი კიდე არსებობს, რაც ჩამონათვალში არ არის. შევამოწმოთ კავშირი, ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ასევე გაძლევთ კომენტარებზე ავტომოპასუხის ფუნქციას. გარდა ამისა, კომენტარებზე პასუხის შემთხვევაში აგენტი თვითონ მისწერს კიდევაც ამ მომხმარებელს პირადში. ვინ როგორ გამოიყენებს, ეგ უკვე მასზეა დამოკიდებული. კარგი, მოდი მივწეროთ. გამარჯობათ. რა გაქვთ? აქვე ვიტყვი, რომ გარდა ტექსტებისა, ჩვენ ასევე ვფარავთ ზარების სერვისებსაც. ანუ ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს კონკრეტული აგენტი ასევე სატელეფონო საუბარშიც ჩაერთოს. ახლა ეს მესენჯერმა გაბაგა, არ ვიცი რატო, თუმცა კარგი. გამარჯობა, გვაქვს უგემრიელესი წითელი პონჩიკი 5 და მწვანე პონჩიკი. ეს ინფორმაცია მან აიღო პროდუქტების ჩამონათვალიდან. წინას შევსებული მქონდა და მაგით. კი ბატონო, აი პონჩიკი 6 ლარა, მწვანე პონჩიკი წითელი 5 ლარა. კი ბატონო, შენი არის ჩვენ უკვე ჩატი გვქონდა და მე მას ვუთვარი, ოდესღაც
რომ მე ალერგია მქონდა შაქარზე და ეს ამას კიდე ახსოვს. ნახეთ როგორ რაღაცა ჩვენ გარდა იმისა რომ კითხვაზე მოპასუხე ასე ვთქვათ სერვისს გთავაზობთ, მას მუდმივად ემახსოვრება ამ კონკრეტულ მომხმარებლის რაღაცა პრობლემები იქნება თუ რაღაცა ინტერესები ხო შეიძლება ზოგ მომხმარებელს მაგალითად თუ საკვებია ხახვის გარეშე უნდა ხო მარტივად რო ვთქვათ ან რაღაცა სხვა ნიუანსები ამ ყველაფერს ის იმახსოვრებს. ეხლა მოდით გამოვცადოთ მაგალითად ლიდების მოგროვების ფუნქცია ვუთხრათ რომ დაგვიკავშირდეს დამიკავშირდით 5551212. დღეს ძალიან სოდოა ადამიანი call center-ში რომ ზის და უაზრო კითხვებს პასუხობს. ამისათვის ჩვენი სერვისი ბევრად უფრო ასე ვთქვათ კარგია, იმიტომ რომ ცოცხალ ადამიანს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო და ბიზნეს რესურსი გამოუჩნდება. აბა გასაგებია ნომერი მივიღე, ჩვენი გუნდი აუცილებლად დაგიკავშირდებათ მალე. ნახოთ, განვაახლოთ გვერდი, აი ახალი ლიდიც შემოვიდა. ხედავთ ნომერს, ხედავთ არხს, საიდანაც შემოვიდა ליდი, შეგვიძლია ჩატის გახსნა აქვე და ნახვა რის შედეგად მოხდა ეს საუბარი. აქვე თქვენ შეგიძლიათ ყველა სოციალში არსებული ჩატის ნახვა. ეს იქნება WhatsApp-ი, ყველაფერი არ ნახეთ, ყველაფერი იქნებათ ერთ სივრცეში. აღარ მოგიწევთ აქეთ-იქ ციარული. აქედან შეგიძლიათ AI-ს გათიშვა, ეხლა მე რო ამას დავაწყაპონო, იქ AI აღარ მიპასუხებს. აქვე გვაქვს ფილტრები, ექსპორტი და მრავალი სხვა. აქვე შეგიძლიათ პასუხის მიწერა. მადლობა, მიწეროთ და აქ გამოიგზავნება, კი ბატონო, გამოიგზავნა პასუხიც. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფუნქციონალი. ფუნქციონალში ახლა ხელსაწყოები გვაქვს. ეს ლიდის შეგროვება, ლიდის შენახვის შემდეგ გაჩერება, მაგალითად ნომერი რო მოიწერა, ამის იქით აღარ წავა. ეს რო გამეთიშა, აქ კიდე რაღაცა შეიძლება გაეგზელებინა, მაგალითად საუბარი, ან მაგალითად მოკლე პასუხის ფუნქცია, ასევე შეგვიძლია შეტყობინება გამოვაგზავნოთ Telegram-ზე, როდესაც ვებსაიტზე მაგალითად მომხმარებელმა ჩატი გახსნა. ასევე შეგვიძლია follow-up-ის გაკეთება, თუ მომხმარებელმა არ გვიპასუხა 24 საათში ჩვენ თვითონ დაუკავშირდებით მას. გარდა ამისა შეგვიძლია ჩახშნის მიღება, იქნება ეს თუ სილამაზის სფერო, მაგალითად ჩვენი აგენტი გადაამოწმებს მასტერთან აქტუალურობას ადგილისა და შესაბამისად ჯავშანსაც გააფორმებს. ასევე გვაქვს შეკვეთის ტრეკინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ უშუალოდ მომხმარებელს სოციქსელიდან მესენჯერშივე შეუძლია გაარკვიოს სად არის მისი კონკრეტული ამანათი. კარგით, ეს ყველაფერი გასაგებია. ფაქტობრივად ვნახეთ როგორც მუშაობს. მოდით ახლა ჩვენ გამოვცადოთ ჩვენი ხმოვანი აგენტი და ვნახოთ როგორ მუშაობს ის. მას ასე დავიწყოთ. ჩვენ გთავაზობთ როგორც გამავალ ზარებს, ასევე შემომავალ ზარებსაც, თუმცა ფასი ძალიან ცვალებადია. ამ შემთხვევაში გამავალი ზარი შეიძლება ბევრად უფრო ძვირი დაждდეს ვიდრე შემომავალი, თუმცა ნუ რას ვიზავთ, ჯერჯერობით ესეთი ფასებია. მოდით ვცადოთ და დავრეკოთ ჩვენს სისტემაში. ჩვენ გვაქვს მისასალმებელი ტექსტი. მოდით ჩავწეროთ გამარჯობა, მოგესალმებით პონჩიკების სამყაროში. ჩვენ ვიწერთ ამ ზარს რაღაცა, ოკეი, შევინახოთ ეს ცვლილებები. ეხლა რა არის აქ ყველაზე საინტერესო? ჩვენ გთავაზობთ ზარების მონიტორინგს, ოღონდ ანალიტიკურს, ამ რას ნიშნავს ეს? ჩვენ ყველა თქვენ ზარს ავსახავთ ტექსტის სახით. შესაბამისად თქვენთვის ჭრილში გეცოდინებათ რაზე იყო საუბარი, რა იყო პრობლემა, რა იყო სიკეთე, რა არის გასაუმჯობესებელი ან საერთოდ რა არის მოსაშორებელი, ხო? მთლიანად ეს ინფორმაცია თქვენ გექნებათ თქვენსავე დეშბორდში. მას ასე დავრეკოთ, პირველ რიგში აი ნახეთ რომ ეს ნამდვილად ზარია, გამავალი და არა ჩანაწერი, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრი ჩანაწერს ასახებს. ამ ზარს თუ ხვალ უკეთესად მოგემსახუროთ. გამარჯობა, მოგესალმებით პონჩიკების სამყაროში. გამარჯობა პონჩიკების სამყარო. რა მაინტერესებდა? რა პონჩიკები გაქვთ და თუ აყრით პონჩიკებს პუდრას? გამარჯობა. ჩვენთან იპოვით პონჩიკებს თითო და მწვანე ფერებში, ასევე უგემრიელეს ქადას. დიახ, პუდრასაც ვაყრით თან საკმაოდ ბევრს. სხვადასხვა ჩვენ თავაზობთ მომხმარებლებს დაგვიტოვონ ნომერი, რომ უფრო კარგად მოვემსახუროთ. ხომ არ გინდა თქვენი ნომერის ჩავწეროთ? კი, ჩაწერეთ ჩემი ნომერის და სიამოვნებით მივიღებთ სიახლეებს. ძალიან კარგი. გსურთ თქვენი ნომერის ჩაწერა, რომლითაც გვიკავშირდებით, თუ სხვა ნომრის მოწოდება გირჩევნიათ? არა, იყოს ეს ნომერი ჩაწერეთ, სხვა ნომერი არ მინდა. გასაგებია. შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ ახალი ამბების გამოწერა გსურთ? გიდასტურებ, ნამდვილად სურს ახალი ამბების გამოწერა, ასევე მითხარი წითელი პონჩიკის ფასი. თქვენი მოთხოვნა შენახულია. რაც შეეხება წითელ პონჩიკს, მისი ფასი 5 ლარია ადამიანზე. კიდევ რა გაინტერესებთ? არაფერი, მადლობა დიდი, ძალიან მომეწონა თქვენი სერვისი. არაფრის, ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ. იმედია მალე გვესტუმრებით პირადად და ჩვენს პონჩიკებს დააგემოვნებთ. დროებით. ჩვენ შეგვიძლია მთლიანი თქვენი საინფორმაციო და ადამიანთან ურთიერთობის სერვისების, ასე ვთქვათ, ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტით. ეს იქნება ჩატი თუ ზარები. საკმაოდ იაფიჯდება, ამისათვის ჩვენ
ტარიფები გვაქვს. ეხლა ამ ეტაპზე პირობითად მე ამასთან დავხარჯე წუთ ნახევარის საუბარში, ხო? ფასებიდან გამომდინარე, დღეს არის 17 აგვისტო და 17 აგვისტოს მონაცემით ჩვენი, ესე იგი 5 წუთის ფასი არის $1. 5 წუთის ფასი, 10 წუთის ფასი $2. ეხლა მე დავხარჯე ფაქტობრივად წუთ ნახევარი, ხო? წუთ ნახევარში რა ვიბზრიალე ამ სერვისში და ყველაფერი მივიღე, რაც მაინტერესებდა. ეხლა როდესაც უკვე უშუალოდ მომხმარებელი უკავშირდება ამას, თან იცის რაც აინტერესებს. ნახეთ, სულ რომ პირობითად 3 ადამიანი იჯდეს call center-ში, კაი, 1 ადამიანის call center-ში და ამ ადამიანის ხელფასი უბრალოდ რომ წუთებში გადააქციო, ბევრად უფრო იაფი და ეფექტური გამოვა. ამას არც ემოცია აქვს, არც ბრაზდება, არც უხარია, არანაირი, არც ტაბუ არსებობს ამასთან. შეუძლია აიტანოს ნახევარი საათი რომ ვიღაცა მაგინოს. რა პრობლემაა? მე ემოცია არ მაქვს, მე ფეხებზე მკიდია, ის ყოველთვის უპასუხებს ისე, როგორც ბიზნეს, ასე ვთქვათ, ბიზნესის ინტერესებშია. ასევე მეორე მომენტი რომ ეს 24 საათი მუშაობს და კიდე ერთი მომენტი რომ ასევე თქვენ შეგიძლიათ აქ მოახდინოთ გადამისამართება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ზარი მნიშვნელოვანია, ის გადავა უკვე ცოცხალ ადამიანთან. ასევე გარდა ამისა, ზარებში გვაქვს რა თქმა უნდა მრავალი ფუნქციები, რომელიც გემატება შესაბამისი პაკეტის შეძენის დროს. მაგრამ ამაზე უკვე ცალკე ვიდეოში ვილაპარაკებთ. მადლობა ყურადღებისთვის. იმედი მაქვს, კარგად აგიხსენით, რას ვაწარმოებთ და დროებით.